გამარჯობათ ხალხო, მორიგი ვიდეო გვექნება უკვე კაკოს არხიდან 24 საათი ოქროს მაძიებელთა ქალაქში, სადაც არც ჟანგბადია და არც კანონები. ამ ვიდეოს რაღაცა მონაკვეთების სტორიზე ედო კაკოს იქიდან ნახე და ძალიან რაღაც და ინტრიგდი ხო და მაინც ყველა სტრიმზე მთხოვთ იმას რომ დაარეაქტე და არეაქტეო და მე ვერ ვიხსენებ ხოლმე რომ სტრიმზე დავარეაქტე. ასე რომ კაკოზე ისაც ნაკითხი მაქვს რომ რამე რეაქტებზე პირიქით მითხრა რომ თვითონაც უსწორდება, ასე რომ შეგვიძლია დავარეაქტოთ ჩვეულებრივ და ჩავუჯდეთ. კაკოს არხი აღწერაში იქნება, გადადით, გამოიწერეთ უეჭველი, ჯერ გადადით ხოლმე, გამოიწერეთ და დაულაიქეთ ვიდეო და მერე მოყუროთ. წავედით. მეორე ბალანსი გამიდავდა. ისაა მოსტელებას მქონია. ლარინკონადა. სოფლიოს ყველაზე მაღლად მდებარე დასახლებული ქალაქი, სადაც ჰაერში ჟანგბადის შემცველობა უკიდურესად დაბალია. პერუს მთებში ჩაკარგული ეს ადგილი საქართველოსთვის უცნობია, თუმცა გლობალურ YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ადგილია. უცხოელი იუთუბერები აქ პოლიციის ესკორტის გარეშე არ დადიან. იცვამენ ბრონიშილეთს და ისე მოძრაობენ ქალაქში, სადაც სრული განუკითხაობაა. ესაა ადგილი, სადაც ოქროს საძიებლად ადამიანები მოდიან და მერე ერთმანეთს კლავენ. He came back from the mines because his friend was killed. აქ საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 34 წელია. თუმცა თუ ჰაერობას გადაურჩი შეიძლება ტყვია მოკლას. They can shoot you if you don't stop. ლარინკონადა ერთსულ მოსახლეზე მკვლელობის დონით მსოფლიოს ტოპ 10-ში. ესაა ადგილი, სადაც წესი და არ უნდა ჩამოდიოდე. მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინით დამჯერად უკვე დ-ვიტამინით სავსე კაცია. და რაც თავარია, MMS აგენტი. და ჩემი გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკის ხარდაჭერით საინტერესო ადგილების აღმოჩენის გზაზე არ ვჩერდე. შესაბამისად ამ ქალაქში ჩემ ლეგენდარულ კამერამენთან ერთად ჩამოვედი, რომ მეც გამეგო რა მაქსია ასეთ განუკითხაობად ეს ადგილი. თუმცა აქ წავაწყდი ბევრად მეტ სირთულეს ვიდრე ვიდეოებიდან ჩანდა. კორუმპირებული პოლიცია. He's asking me now like how much would you be able to pay now? უკონტროლო კრიმინალი. They are undercover. They could be just walking right now. The police are scared of them. არასრულწლოვანთა პროსტიტუცია. და ადამიანები, რომლებმაც სახე დაკარგეს. თუმცა სანამ აქამდე მივალთ, გეტყვით, რომ ჩემი კონტენტის წარდგენი გახდა ბეტსონ სპორტი, რომელთან ერთადაც 300,000 გამომწერზე განსაკუთრებული სიურპრიზი მაქვს. ჩვენი მოგზაურობა იწყება კუსკოდან, ქალაქიდან, რომელიც ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია პერუში. სწორედ აქედან მიდის გზა მსოფლიოს საოცრების მაჩუ-პიქჩუს დასალაშქრად. თუმცა ქალაქში, რომელშიც კუსკოდან მივდივართ, არა თუ ტურისტები ჩადიან, არამედ კერძო ტურისტული ვიზიტებიც კი თითქმის შეუძლებელია. უამრავ ადამიანს მივწერეთ, უამრავ ტუროპერატორს და ყველა უარს ამბობდა. ჩვენ გვჭირდებოდა ტურგიდი ან თარჯიმანი, რადგან ლარინკონადაში ესპანურად ლაპარაკობენ. ჯამში 9 ტურისტულ სააგენტოს მივწერეთ, თუმცა ეს ადგილი იმდენად სახიფათოა, რომ ყველა უარით მისტუმრებდა. სანამ არ გავიცანი ერთი გენიალური პიროვნება. ამ ყველაფერში დამეხმარება ლუისი, ჩვენი ძმა და მეგობარი. Are you a little bit afraid? Little bit. No. Are you sure? Because maybe. yesterday it was not like this. You were crying yesterday, not me. ლუისი პერუელი სტუდენტია, რომელიც მომავალში ტურისტული სააგენტოს გახსნაზე ოცნებობს და ფული ჭირდება. ამიტომ კონკრეტული ანაზღაურების სანაცვლოდ დამთანხმდა. თან იცის, რომ თოფურიას ქვეყნიდან ვარ და რატომღაც გონია, რომ ძალიან უშიშარი ვარ. This is your first time also visiting this kind of environments, like a bad mine? Yeah. And I hope it's not my last time. You're trying to scare me a lot. He's trying to scare me a lot. ჩვენი შიშები ლეგიტიმურია. ლარინკონადა, სადაც არალეგალური ოქროს მაინინგი მიდის. მობას გაფიცევ, ესეთი ფერი აქვს დადებული? ვიდეოს ფერი აქვს ხო დადებული, ესეთი ფერი ხო არ არის? პერუში კი არა, მთელ სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ადგილია. თან ამას ემატება ისიც, რომ არალეგალურ მაღაროში რამდენიმე დღის წინ 13 ადამიანი ჩაცხრილეს. 13 miners have been found dead inside a mine in Peru after being kidnapped several days earlier. გარდა კრიმინალისა, ლარინკონადა ცნობილია საშინელი დაბინძურებით და უჰაერობით. აქ ჟანგბადის შემცველობა ჰაერში 50%-ია, რაც ნორმალური ფუნქციონერებისთვის საკმარისი არაა. შესაბამისად, ლარინკონადა ლუისთვისაც იმდენად საშიშია, რომ დედამისაც კი დაუმალა, რომ მე მომყვებოდო. Did you tell where are we going? No. But I told her that we're going to Puno. Yeah. No, don't say the other thing. But she will just say us, good luck. She will be nice. She will be very afraid, right? Yeah, she will be very afraid. Okay.
იმის ფონზე რომ ვიცით რომ ეს ადგილი ძალიან კრიმინალური და საერთოდ ალბათ გიჩნდებათ ლეგიტიმური კითხვა. რატომ მივდივარ აქ? ანუ ჩვენი სიტყვებით რომ თქვათ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? იმიტომ რომ პატარა კაკო ყოველთვის ოცნებობდა აქ მოხვედრაზე. მაინერებთან მუშაობაზე და ყოველ წამს იმის შეგრძნებაზე რომ ვინმე შეიძლება ტვინი გაუხრიტოს. არა, ეს რა თქმა უნდა სრული ბულშიტია. არაა აუცილებელი ყველაფერი ბავშვობის ოცნებებს მივაწეროთ. ხანდახან ოცნებები არა და სრულები დიდობაშიც იბადება. თუმცა ამაზე მოგვიანებით. სანამ ამას გაგიზიარებთ, მანამდე გეტყვით რა იყო ჩვენი მთავარი გეგმა. თავიდან გვინდოდა რომ თან ლუისის მეგობარი წაგვეყვანა, რომელსაც მანქანაც ყავდა და ჯარის გამოცდილებაც ჰქონდა. And also he's like the prepare. He was like martial arts and military. ლუისი მეუბნებოდა რომ დამატებითი გამოცდილი ადამიანი საჭირო იყო, რომ მოძრაობის დროს ყურადღება მიექცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. He will be also behind us every time like watching because he cannot. თუმცა ეს გეგმა ჩაგვივარდა. ბოლო წამს ლუისის მეგობარმა საკმაოდ სარისკო ჩათვალა ამ თავგადასავალში გამოყოლა. და რადგანაც მანქანაც აღარ ყოფდა, გადავწყვიტეთ ტაქსით წავსულიყავით. მაგრამ როგორც კი ტაქსისტებს ამ ადგილს უხსენებდით, ეგრევე უარს ვიღებდით წამოყოლაზე. There is too much delinquency. Many stealers, many people can steal us. And shooting? There is everything. He surprised. Surprise? Yeah, surprised, like amazed, because we're going there. What will be his price if he come with us? ¿Por usted? ¿Le rinconada? No? No. Everyone tells no. საბოლოოდ ამ უარების ფონზე ჩამოყალიბდით, რომ ჯერ ავტობუსით წავიდოდით ახლო მდებარე ქალაქში და იქიდან ვიპოვიდით ვინმეს, ვინც აგვიყვანდა ლარინკონადაში. ავტობუსით იმიტომ, რომ იმედი ქონდა გზაში ხალხს გავიცნობდით და გავარკვევდით ლარინკონადაზე უფრო მეტს. ესე იგი, ჩვენი გეგმა შემდეგია. კუსკოდან მივდივართ ავტობუსით ხულიაკაში, 9 საათი მგზავრობაა ლოკალურ ავტობუსში. მერე ვრჩებით ხულიაკაში, ვიძინებთ მანდ და მეორე დილით ვქირავთ მანქანას და მივდივართ ლარინკონადაში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ თავზე ხელაღებულები მივდივართ, სანამ წავალთ, მანამდე მაინც გვჭირდება მომზადება. პერუში ზაფხულია, თუმცა ლარინკონადაში ძალიან ცივა. საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსია და ეს ლოგიკურიცაა. ის ხომ ზღვის დონიდან 5200 მეტრზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ პირველ რიგში ქურთუკები მოვიმარაგეთ. ავიღოთ ორი მაშინას. მოვიმარაგეთ ასევე სახის საბურავი. просто არ გავიყინებით ერთი ეგეც არის კაი. სხვა YouTube ვიდეოებში ნანახი მაქვს და ვიცი რომ თუ აღმოაჩენენ რომ უცხოელი ვარ, შეიძლება აგრესიულად მომექცნენ. თავსაბურავი კი მიცავს როგორც სისივისგან, ასევე ამოცნობისგან. კიდევ ერთი პრობლემა გადაღებაა. თუ შეამჩნიეს რომ ვიღებთ, აქაც შეიძლება აგრესიულები გახდნენ. ამიტომ მაქსიმალურად ფარული კამერები გვჭირდება. დავმალოთ, იმიტომ რომ ბლინკინგი აქვს და იქ კრიმინალებთან ურთიერთობა რომ მოგვიწევს, მომხდენ რომ ფარული კამერაა. ეს ანათებს, მაგრამ ამას რომ მიაკრო, მე აღარ იღებს, მაგრამ მე ჩვენ ვიცით ტექნიკა რომითაც გადავაღებინებთ მაინც. თავარია რომ ეს შესამჩნევი არ იყოს, ვიყო ჩვეულებრივი ნერდი ტიპი, რომელიც ინტერესდება უბრალოდ ადგილობრივებთან ურთიერთობით. ამ ყველაფრის გარდა ყველაზე მთავარი მომზადება უჰაერობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ლარინკონადა რომ 5200 მეტრზე მდებარეობს უკვე გითხარით. ასეთ სიმაღლეზე მდებარეობა ნიშნავს იმას, რომ ჟანგბადის დონე კატასტროფულად დაბალია. შედარებისთვის ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი ბოჭორნაა და ის საქართველოშია. ის ზღვის დონიდან 2500 მეტრია და ჟანგბადის შემცველობა ჰაერში მანდ 80%-ია. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კუსკოში, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზეა და აქ ჟანგბადის დონე დაახლოებით 70%-ია. სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლისთანავე გვქონდა პრობლემები ჰაერის შეგუებაზე. ამის გარეშე და ამის კი არა ეგრევე, ანუ როგორც კი სულ ჰაერზე გახვალ ეგრევე იბრიდები. ლარინკონადა კი ზღვის დონიდან 5200 მეტრზეა და აქ ჟანგბადის დონე 50%-ია. როცა ტყვის ამ რაოდენობით ჟანგბადი მიეწოდება, სწორად ვეღარ ფუნქციონირებს. ადამიანს აქვს გამუდმებული თავის ტკივილი და გულრისრევის შეგრძნება. ადგილობრივები იქ უკვე შეგუებულები არიან ამ პირობებს, მაგრამ იმისთვის რომ ტვინი ბოლომდე ადაპტირდეს ასეთ უჟანგბადობაზე, ტურის 2-3 წელი მაინც ჭირდება. შესაბამისად ისღა დაგვრჩენია ჟანგბადის ბალონები მოიმარაგოთ. Hola, ¿cómo estás? Aerosol. El oxígeno para Oxígeno. Oxígeno. aerosol. Cuando y presionas. And then you სად ვართ? გარდა მენტალური მხნეობის და სხვა არაფერი დაგვრჩა. მენტალური მხნეობა ნამდვილად გჭირდება. გარდა იმისა, რომ ლარინკონადა საშიშია, ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ მივალთ იქამდე. თუმცა სანამ ლარინკონადამდე ჩავახცევთ, ჯერ მის ახლო მდებარე ქალაქ ხულიაკაში უნდა ჩავასწროთ, რომლის ავტობუსსაც ბოლო წამს მივუწარით. 9 p.m. Here maybe. დღეს სხვა ავტობუსი აღარ გადიოდა და თუ ამას ვერ გავყევით, მოგვიწევს ჩვენი ვოიაჟის ერთი დღით კიდევ გადადება. ამიტომ გაყვიდელთ ხოვეთ იქნება ავტობუსი დაეყოვნებინა და ბილეთების ფული ბარათით გადავიხადეთ. 250.
Let's go now, yeah? Podemos subir, somos tres. ამ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა წარმოდგენა, რომ საქართველოს ბანკის ბარათით გადახდიდას მობილ ბანკში მოგების შანსი შეიძლებოდა მქონოდა 650,000 ლარის საპრიზო ფონდიდან. Okay, let's go. Let's go. პერუში ერთი უცნაური სისტემა აქვთ. იხდი არა მხოლოდ ავტობუსის გადასახადს, არამედ ცალკე იმასაც, რომ საერთოდ ავტობუსამდე მიგიშვა. We need to pay this For what? to enter to the bus station. Fuck. ეს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, რადგან დროს კარგავდით და შეიძლება ავტობუსს გაესწრო. თან აქ მხოლოდ ქეში იღებდნენ, რომელიც იმ მომენტში ვერ მოუძებნეთ. You have first, I don't have 10 centavos. ხურდები ხო? ქეშით გადახდა დასავიწყებელია, რადგან მობილ ბანკის გათამაშების ამ ხელა პრიზიდან მოგების შანსი გასამანზე არაა. ბილეთები გროვდება ნებისმიერი ბარათით გადახდისას, გინდ საქართველოს, გინდ საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ბილეთებს აგროვებ პროდუქტების აქტივაციისას და მობილ ბანკში გადახდა გადარიცხვის დროს. Oh, რა დაგვაჩქარესი. Okay, yeah, we bring. ბოლოს და ბოლოს ავტობუსს ბეწვზე მიუსწარით. ავედით და პირველი გამარჯვება ლარინკონადასგან მიმავალ ურთულეს გზაზე უკვე ვიზეიმით. და შეიძლება მოიგოთ საქართველოს ბანკის მობილ ბანკის გათამაშებაში ჩაერთვები და თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი, გაიმარტივე ყოველდღიურება და გადმოწერე. სანამ ჩვენ ცხოვრებას ვირთულებთ ლარინკონადასგან მიმავალ გზაზე. შემდეგი გაჩერება გურამიშვილის სადგური. გზაში ჩვენ და ლუისმა უამრავ თევაზე ვისაუბრეთ. მითხრა რომ კონკრეტულად აქ აღებულ თანხას თავისი უნივერსიტეტის სამაგისტროს გადასახდელად გამოიყენებს. მე კი აპირებს ტურისტული სააგენტო გააკეთოს და ეს თავგადასავალი ერთგვარი ექსპერიმენტია მისი კიდობის გზაზე. საბოლოოდ ჩვენ ამ ხანგრძლივ გზაზე ისე დამეგობრდით რომ გზაში ხუმრობებს არ ვაკლებდით ერთმანეთს. He's hot in general. ჩვენ გვინდოდა რომ ხულიაკაში ძალიან ღამით არ ჩავსულიყავით, რადგან არც ხულიაკა გამოურჩევა დაბალი კრიმინალის ტონით. თუმცა ავტობუსი უცნაურად ნელა მიდიოდა. The guy is telling that it's in not good condition, that's why we're driving slow. And what can we do? People are claiming he will go to Puno, but in a slow way. Fuck. აღმოჩნდა რომ ავტობუსს პრობლემები ჰქონდა და სანამ შეეძლო მიიზლაზნებოდა. სანამ ბოლომდე არ გამოვიდა მწყობრიდან. It's coming another bus. What's going on? We need to wait 1 hour for another bus. Really? Yeah. Everyone is claiming to that guy. Everyone is angry, bro. მთელი პერუს მოსახლეობა აქ არის, შუა გზაში ვართ, გზატკეცილზე. ამ ავტობუსს შევხედე, ამას ფიქრობდი რომ რაღაც ვერ იქნებოდა კარგად. მაგრამ რაც აიგა. მოკლედ თავგადასავალი ისე დაიწყო როგორც ნამდვილ ფილმს შეეფერება. თუმცა მთავარი კულმინაცია ჯერ კიდევ წინაა. ასე რომ სანამ ახალი ავტობუსი მოვეცადე, ცოტა მეტი გამერკვია ლარინკონადაზე და აქაურებს დავახლოვებოდი. When the translates, she's looking at you. Everyone eats here. Picture. Amigo. Selfie. Y ahora sí no llego a tiempo a mi trabajo, ¿qué va a pasar? Coca is good? Coca. Good. No. ამასობაში ავტობუსიც მოვიდა და 6 საათში უკვე ხულიაკაში ვიყავით. ჩამოვიდით ხულიაკაში. ეხლა უნდა მოვძებნოთ სასტუმრო. დავიძინოთ ამაღამ. და ხვალ უკვე ვნახავთ როგორ გაგრძელდება ჩვენი დღევანდელი დღე. დავაგვიანეთ დაახლოებით 4 საათით, უკვე ღამის 11 საათია. არ ვიცი, აქ ტაქსები არის თუ არა, არ ვიცი, ნახოთ. აი ის არის, რიქშებია. მე მეგონა რომ მარტო ინდოეთში იყო და აქაც აქტიურად ყოფილა თურმე ტუკტუკები. ვერაფერი წარმოვიდგენდი რომ დღევანდელ დღეს რამე შეიძლებოდა კიდე მომხდარიყო. თუმცა გაგვიმართლა და სასტუმროს რეცეპშენი ყოფილი მაღაროელი აღმოჩნდა. რომელიც მანამდე ლარინკონადაში მუშაობდა. და მან მუშაობა იმიტომ შეწყვიტა რომ მისი მეგობარი მის თვალწინ ჩაცხებდეს. He came back from the mines because his friend was killed. მოგიყვა სხვადასხვა ამბები თუ რას უშვება მაფია ადამიანებს. როგორ ნახა თვითონ მაფიის მოკლული ადამიანი ქუჩაში. He was found dead in the streets with 3 shots. He had money? It's not because of money there. They don't kill you because you have money. They just kill you by azar, like by random. სასტუმროს თანაშრომელმა ამის გარდა კიდევ უამრავი რაღაც მოგიყვა ქალაქზე და მანაც დაადასტურა რომ აქ ჩასვლა არც ისე უსაფრთხო იქნებოდა. This time you wouldn't go out from your hotel in La Rinconada. No puede ser. It's dangerous. Sí. ამ ინფორმაციების ფონზე ჩვენი წასვლის სურვილი არ შემცირებულა. თუმცა ფაქტია რომ ჯერ არ ვიცით როგორ მივალ და რადგანაც მან ბევრი რამე იცის ლარინკონადაზე შევთავაზე თვითონ გამოგყოლოდა. Will he follow us if we pay money? He's telling me like he doesn't want to accept because he could be in issues like that because we are tourists
and they will be asking like, who is that guy? Why is he bringing them here to make the reset? So Peter, he recommend us to know someone from the local place. სასტუმროს თანამშრომელმა კიდევ უამრავი ინფორმაცია გამიზიარა ლარინკონადას შესახებ, რომელიც ძალიან გამომადგა იქაური სიტუაციის აღსაქმელად. იმ ღამეს კი ჩვენ ხულიაკას სასტუმროში დავრჩით და უჰაერობამ ცოტათი შემაწუხა. ცოტა ცუდად ვარ რა. How is now? 3,824. It's not very far, very up. To compare Cusco. ჩვენ დავიძინეთ იმ გეგმით, რომ დილის 5 საათზე ავდგებოდით. დილითვე ვიქირავებდით მანქანას და ლარინკონადაში ავიდოდით. თუმცა მეორე დღე გეგმის მიხედვით არ წავიდა. ნაკლებ 10 საათზე გავუგვეძეთ. პირველ რიგში უნდა ვჭამოთ, მე აქაური პოლიცია ვიპოვოთ, ვკითხოთ რა ხდება იქ ესეთი სახიფათო რა არის და თუ შეუძლიათ რამით დაგვიცვან, რო ავიდეთ. და მე უკვე მძღოლი უნდა ვიპოვოთ, რომელიც აგვიყვანს. სანამ ლარინკონადასკენ მიმავალ მძღოლს ვიპოვით, ვჭამეთ და ცოტათი ხულიაკას აღმოვაჩინეთ, რომელიც საკმაოდ უცნაური ქალაქია. მაგალითად, აქ ჯერ კიდევ ძველ მეთოდებს იყენებენ ბეჭდვისას. There is lack of energy. ხულიაკა ცოტათი ინდოეთს გავს, სავსეა ტუკტუკებით. თუმცა ჩვენი ყურადღება კიდევ უფრო განსაკუთრებულმა ტრანსპორტმა მიიქცია. და გადავწყვიტეთ ამ ტრანსპორტით წავსულიყავით ხულიაკას პოლიციასთან, რადგან მათგანაც გვაინტერესებდა რეკომენდაციები ლარინკონადაზე. კაცია როგორ მიუჭდა. მოგზაურობა ყოველთვის სავსეა ასეთი უცნაური აღმოჩენები. ერთ-ერთი რითიც სავსე არაა და შევსება ჭირდება ინტერნეტია, რომელიც Google Maps და Messenger-ის ხშირად გამოყენებისას სულ იხარჯება. ამიტომ გენიალური ალტერნატივა არსებობს. Roaming Pass G. და რაქსელის მოხმარებელიც არ უნდა იყოს, რამდენიმე წამში შეგიძლია გაიაქტიურო roaming ინტერნეტის ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. Can you ask, do you know someone who will take us to Lariconada? სპიდომეტრზე რო არაფერი არ ჩანს. Travel-sim-ის ყველა პაკეტს მოყვება Google Maps-ის, Messenger-ის და WhatsApp-ის ულიმიტოდ გამოყენების შესაძლებლობა. ამიტომ სანამ ხულიაკას პოლიციამდე მივაღწევთ, თუ მოგზაურობას აპირებ roaming pass G-ს გადახედვას გირჩევდი. I'm interested. Can we go secure to Lariconada? მან გამიზიარა, რომ ლარინკონადასკენ მიმავალ გზაზე არის ბუფერული ზონა, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ძარცვები და ფრთხილად უნდა ვიყოთ. რეალურად We და don't need to ყველა take a lot of cash. აბსოლუტურად There are many robberies too ყველა in კომპანიის the road road. არა იმენა იდეალურად. They არ just stop გაწყვეტს any და გადახრვა any car that is traveling during the night, and they stop it and then they have guns and they try to rob them. That's why I recommend don't travel in the night. პოლიციამ ზოგადი რჩევები მოგცა, რა უნდა გვექნა. ეს იქამდე სანამ შენობაში იმყოფებოდა. თუმცა ამ ინფორმაციების შემდეგ ცოტა ხანში ლუისი ცალკე გაიხმო და შესთავაზა, რომ თვითონ გამოყვებოდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ. He can go out now with us, but he will charge us 800 ესაა კორუფციის პირველი ფაქტი, რომელსაც სავარაუდოდ ბევრჯერ შევეჩეხებით. თუმცა პრობლემა ფული არ იყო. პრობლემა ის იყო, რომ ლუისი პოლიციას საშინლად არ ენდობოდა და თუ რატომ ეს მოგვიანებით ლარინკონადას პოლიციისგან გავიგე. შესაბამისად, საბოლოოდ ჩვენ არ დავთანხმდით პოლიციის ამ შეთავაზებას და ამასობაში ვიპოვეთ ალტერნატიული გზა. სასტუმროს თანაშრომელმა რეკომენდაცია გაუწია კაცს, რომელიც მაღაროელებს დაატარებდა ხულიაკადან ლარინკონადაში. დაცვას გამოგვაყოლებს, იქვე ჩვენთან ერთად მოძრაობა და ქვემოთ უკან ჩამოყვანავე ამ კაცის მიერ რა. გარდა ამისა, სავარაუდოდ ჩვენ იქ დავჭირდება პოლიციის ქირავობას. ეს ქვეყნებში როცა ხარ, უსაფრთხოება უნდა გაითვალისწინო და როგორც მუშაობს სისტემა, ისე უნდა მოიქცე. ფაქტია, რომ სიტუაცია უფრო დამძიმდა. ჩვენ უკვე არა მარტო ლარინკონადის, არამედ ლარინკონადაში მიმავალი გზისაც კი გვეშინია. შესაბამისად, ალბათ ლოგიკურად ჩდება კითხვა. რა ჯანდაბა მინდა ლარინკონადაში? ანუ ეხლა გულწრფელად უნდა გითხრათ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? ამ ყველაფერს აქვს ორი მიზეზი. ერთი, ეს იმენა 300,000-ის სპეშალ ვიდეო ყოფილიყო. მინდა რომ მე შევძლო თუნდაც წავიდე ისეთ ადგილას, რომელიც სხვა შეიძლება გაუჭირდეს და ჩემი თვალით განახოთ რა ხდება და მოგიყვეთ მაქედან რა. და ეს შინაგანად იმდენად აღმაფრთოვანებს და სხვა ყველაფერი მკიდია, იმიტომ რომ იმ ხელა გამოცდილებას ვიღებ მეც და ძალიან მისწორდება პროცესი. და მეორე ის არის რომ ბოლო პერიოდში ჩემი არხი ძალიან გაიზარდა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის თქვენი. ყოველნაირი პათეტიკის და რაღაც მაიმუნთან შედარების და რაღაცების გარეშე აი ესე დადებით კომენტარებს რომ ვიღებ, უფრო და უფრო მეტი мотиваცია მიჩნდება რომ უნიკალური კონტენტი გავაკეთო. ისეთი რაღაცები გავაკეთო, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ რთულია. მინდა გითხრათ რომ მე ძალიან მინდა რომ გავიზარდო. აი ძალიან მინდა რომ გავიზარდო. მინდა რომ მეტი რესურსი მომეცეს. მინდა რომ უფრო მასშტაბური ვიყო. მინდა რომ უფრო მეტი სპონსორი ვიყავდეს, იმიტომ რომ ეს ფული თუნდაც რა შემოვა, ეს ცნობადობა, ეს გავლენა, რასაც გამოვიყენებ. დავხარჯო იმაში, რაც მე მავედნიერებს და ჩემ აუდიტორიას აბედნიერებს და კიდევ უფრო მეტი წვდომა მქონდეს
თუნდაც ისეთ ქვეყნებზე, რომელიც ერთი შეხედვით რთული მიზანია. და სწორედ ამასთან განაპირობა, რომ ჩემი კონტენტის წარმდგენი გახდა Betson Sport, რომლის ხარდაჭერითაც 300,000 გამომწერზე მივდივარ ანტარქტიდაზე, კიდევ ერთ ქართველ იუთუბერთან ერთად. ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწევთ, ჩემი ახლა. სოს და კაკოს კოლაბი გაიჭიდა, ბიჭო. თუ ოდნავ მაინც ვინმე მადლიერი ხართ ჩემი შემოთავაზებული კონტენტით, რომელიც ზოგჯერ ზედაპირულია, ძალიან სასაცილო, მაგრამ ისაა, რაც მე ვისწორდება და ზოგჯერ ძალიან ექსტრემალურია, საინტერესო, დოკუმენტური და ეგეც ისაა, რაც მე ვისწორდება. თუ რომელიმე თქვენ ოდნავ მაინც გასწორებიათ, აი ახლა ამ მომენტში თუ გამოიწევთ ძალიან მადლიერი ვიქნები. Ჩვენ უკვე შეგვიძლია დავებოთ ჩვენი მძღოლის მოსვლას, ნახოთ რა დაგხვდება ლარინგონადაში. სანამ ჩვენი მძღოლი მოვა, საკვებიც მომიმარაგეთ. ლარინგონადაში კონკრეტული მიზეზების გამო ვერცხლის საშინელი დაბინძურებაა და წესით იქჭავა არ შეიძლება. ვიყიდეთ პროდუქტები, რომ მზად ვართ სასასწრაფო. ძალიან დიდი მარშრუტი მოვივიდა, მაგრამ არ ვიცი, რაც არის იგივე, დანარჩენს გზაში გავარკვევთ. ხულიაკადან ლარინგონადამდე მიმავალი გზა 4 საათიანია. და მე ამით ვისარგებლო და მძღოლს უამრავი კითხვა დავუსვი. ვკითხე ლარინგონადაში გამდიდრებულ და მოკლულ ადამიანებზე. People are getting rich really sometimes or no? თუმცა ბოლოს სავარაუდოდ უსაფრთხოებისთვის უკვე აღარ მპასუხობდა. I think he's trying to be careful with his words. გზაში ერთ ადგილას გავჩერდით, სადაც მძღოლმა ლოცვა გადაწყვიტა და ამ ადგილის შესახებ ინფორმაციების გამიზიარა. That's the drawing of the face of Jesus Christ. Yeah. It appeared. No one drew it. აი, გასაპარაკო, ბიჭო. ყველა სხვადასხვა რაღაცის წავს. ამ შემთხვევაში აი აქ კათოლიკურ ქრისტიანულ ადგილას წამთიმის რომ ამ კლდეზე იესოს ნახატი შემთხვევით გამოისახა. და დასახლდა ხალხი. რაც აფიქრებინებს მათ რომ მათი შედარებით მძიმე ცხოვრება სხვა ცხოვრებაში შეიძლება ზუსტად იმით რომ უფრო ახლოს ცხოვრობენ ამ რელიგიურ სასწაულს. ეს უკანასკნელი ადგილი არ იქნება, სადაც რწმენების და ცრურწმენების უამრავ მაგალითს ვნახავ. თავად ლარინგონადა სავსეა ცრურწმენებით, რომელამდე მისესვლა და სულ რაღაც 1 საათი დაგვრჩა. და უკვე ისეთ სიმაღლეზე ვართ, დამეწყო უჰაერობის პირველადი ნიშნები. ახლობით 40 წუთი დაგვრჩა ლარინგონადამდე. და უკვე გვეცნობ, რომ კარგად. ალე ჯეჯობით გავიარჩუნოთ თავს. ლარინგონადაში დაახლოებით ღამის 10 საათზე შევედით. შევედით და ვნახეთ ის მძიმე აურა, რასაც თავიდანვე შეგუებული ვიყავით. მაღაროელები სავარაუდოდ მაღაროებიდან მოდიოდნენ და ვინც ხალხმოსულ მანქანას ამჭირებდა, ცივი მზერით გვაცილებდა. ამ ღამეს სახეებს და ყველა გვაშტერდება. ზოგი ცოტა აგრესიულია. ყველა შენიღულია. და იმენა გამჭოლი მზერით ვიყურებენ. ამ სიმძიმის ფონზე გავიაზრეთ, რომ აქ უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება პრობლემა ყოფილიყო და ლარინგონადას პოლიციას მივაკითხეთ, რომ ესკორტით უზრუნველყავით, როცა ქალაქის დათვალიერებას გადავწყვეტით. ესე იგი მოვედით ლარინგონადას პოლიციასთან. ამ პოლიციაში 10-მდე კაცი მუშაობს და თითქოს ქალაქის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს. თუმცა მოსვლიდან ცოტა ხანში მაგრად ვინანეთ აქ ყოფნა. ჰალო. რა სიტუაცია? რა რაღაცა. ფარული კამერით ვიღებ და ცოტა ნელა რაღაცა შეამჩნიეს იცუდია რა. თუმცა საბედნიეროდ მათ წარმოდგენა არ აქვს ჩემი სათვალის შესაძლებლობები და სრული საუბრის ჩაწერაც მოახერხე. ძალიან ისეთ ადგილზე. ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იქნებოდა რა საუბარი. Let's go to the club. Don't be so like curious, like too curious. Yeah, we can talk, but I would say. ლუისი მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიციას არ ენდობოდა და აქ ბოლომდე გავიაზრე რატომ. He cannot really trust a lot in the police. Police sometimes they want to save themselves. ლარინგონადას პოლიციამ თავიდან სტანდარტულად დაიწყო. ზოგადი გაფრთხილებები და მინიშნებები. He's only concerned about you guys because you're tourists too, because he doesn't want the government doesn't want to have issues with you. I mean, like, if something happens to you, your country or your consulate will be blaming us. ისინი ძალიან კეთილები ჩანდნენ. შემოგთავაზეს, რომ ესკორტირებაში დაგვეხმარებოდნენ როგორც სხვა იუთუბერებს. რასაკვირველია, ვიცით რომ ფული უნდა, თუმცა ჯერ ჩვენთან არ აზიარებენ ამ ინფორმაციას. Do you have any
Any permission to film videos here? No. No. It's like public. I don't want to enter somewhere. It's public YouTuber. გვაფრთხილებენ ქალაქზე და მაქსიმალურად საშიშად გვიხატავენ სცენარს, რომ უფრო მოგვინდეს მათი დახმარება. They can only go with us till the entry, but not get into the coast because it's illegal mining. And there might be some cutscenes that they could just shoot us. ცოტა ხანში დაიწყო ის, რასაც ველოდებოდი. პოლიციამ ლუისი გაიხმო და პირობებზე ლაპარაკი დაიწყო. ეს შემთთვის მოულოდნელი არაა, მაგრამ ცოტა ხანში ეს საუბარი ძალდატანებას დაემსგავსა. პირველ რიგში გვაძალებდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიციელი აგვიყვანა ესკორტად. I told them 3 police, but they told me like it's not enough. We need to be 4 police. ლუისი მიზიარებდნენ, რომ გარეთ ლუის აგრესიულად ელაპარაკებოდნენ. ეს ტიპიური ძაღლური სულია, როცა დაიმარტო ხელები ადამიანს და აშინებ. ტურისტებთან კი თავი ისე მოაქვთ, თითქოს ყველაფერი გზია. Police drink also at night. La policía también bebe a veces. La policía también bebe a veces. No. Oh, yeah. გარდა რაოდენობის ასევე გვეუბნებოდნენ, რომ დღესაც და ხვალაც აუცილებელი იყო ჩვენს გარეშე ფეხი არ შეგვედგა. თანაც თუ ღამით წავიდოდით, უფრო მაგარი YouTube ვიდეო გამოგვივიდოდა. Most of the documentaries that the YouTubers made here were mostly during the day. So it would be a little different during the night. Yeah, but it would be different if you do it now because it will be another reality. But the budget, right? საქმე ფულში არაა. საქმე იმაშია, რომ რაღაცნაირად ძალდატანებას და ფულის გამოძალვის აურას დაემსგავსა ეს ყველაფერი. ამიტომ მაქსიმალურად ვეცადე ხვალისთვის გადაგვედო ჩვენი ესკორტირება და თავი დაგვეღწია პოლიციისგან. We are in budget, and if we decide we can make it tomorrow. Night, because we will see what is going on day, and if it's not enough, we will say at night. ერთ-ერთი შემოგთავაზეს, ან გვაიძულეს მათთან ერთად წავსულიყავით კონკრეტულ სასტუმროში. ვითომ უსაფრთხოების მოტივით. And staying at hotel is safe? Okay, he will tell his colleagues, the other police. თუმცა პოლიციის მიცილებამ ადგილობრივების სავარაუდო უკმაყოფილება გამოიწვია. That's good. We are popular. Hola guys, ¿cómo estás? Bien? Why, bro? Why? What happened? Wait. მივესალმე და ეს გამომიწოდა. ერთმა ჯიგარმა ეს გამომიწოდა. პოლიციამ კატეგორიულად გაამთხილა სასტუმროს თანამშრომლები, რომ ჩვენ არ გავეძარცვეთ და ყურადღება მიექციათ ჩვენთვის. ასევე გვითხრეს, რომ ღამით გარეთ გასვლა უსაფრთხო არაა. დილას დავლოდებოდით და მერე შევხმიანებოდით, რომ დილით პოლიციის ესკორტთან ერთად გვემოძრავა. Telling me that from 4 a.m. to 7 a.m. there is a lot of miners in the morning going to the sinkholes for the mine. It's unsafe here after 8 p.m. როგორ უნდა მიხვდე, რომ ძალიან სახიფათო ადგილას ხარ? ესაა რეცეპშენი. რომელიც გადარაზულია, უნდა დავუკაკონ რომ გააღონ. Hola, ¿cómo estás? მე შევდივარ ოთახში. ჩერტი ეს ოთახი ამდენჯერ უნდა გადარაზო. თან რა ის არის? 2 3 4-იც არა, 3. მე გავდივართ აგერ ფანჯარასთან. და რა ხდება აქ? ეს როგორ გავაღოთ? ვერ გავაღებ ფიზიკურად, მაგრამ გარედან რომ შევხედოთ, დავინახავთ რომ ერთი კლეტკები აქვს ძირითად ფანჯარას და გარედან კიდე კლეტკები აქვს. და ქვემოთ არიან ზოგი მაინერი, ზოგი მთვრალი, ზოგი ძარცველი. ნომრების ლოგინი არც ისე განიერია, რადგან აქ კამერამენთან ერთად არავინ წვება. მას მაღაროელები მეძავებთან ერთად დროის გასატარებლად იყენებენ. ეხლა ის კაცი მოსიხდის და ეს ქალი უცდის. რომ შევიდნენ ერთად ოთახში და მთელი დღეები ესე ხდება. და საწოლს შესაბამისი კვალიც აქვს. მეძავეს ცოტა ის მოვიდათ. ზედმეტი ხანავი. რადგან კამერები და ფული თან გვაქვს, გვინდა რამენაირად ერთ ოთახში მოვხვდეთ. ასე უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. თანაც წესით მძღოლიც აქ რჩება. 3 people here, it's not good idea. How can we fit here 3 people? I can't sleep this way, bro. It's okay, I don't care. Because I am not gay, bro. Really, I'm not gay. Yeah. საბოლოოდ მაინც ორ ნომერში გადავნაწილდით. თუმცა ლუის მძღოლთან დაწოლა არ უნდა და გადაწყდა რომ მე უნდა დავწოლილიყავი მძღოლთან ერთად. თუმცა ჩემმა ხუმრობებმა მძღოლი ცოტათი დააფრთხო. Do you want me to sleep with him? I can sleep with him if you want. Yeah. Because you're a big guy. So big guy what? Yeah, okay. Él va a dormir contigo. No, es que he was laughing. No, yo voy a dormir con él y él va a dormir contigo.
Together. Yeah, okay. Sí. No, tranquila. No. Tiene esposa, you have a wife. Tiene esposa. საბოლოოდ მაინც ისე გადავნაწილდით, რომ მე და ალე ერთად დავწვევით. ლუისი ცალკე, ხოლო მზღოლი საერთოდ არ დარჩება აქ. თუმცა არა იმიტომ, რომ ჩემი ორიენტაციის ეშინია, იმიტომ რომ ურჩევნია ისედაც მანქანაში დაიძინოს, რადგან ასე მანქანას გაძარცვისგან უფრო დაიცავს. Are you sure it's სხოლი დასტრესსაც, მაშინ ღამევე დაბრუნდეს. He will out chicas. No, he really means his car. He wants to protect his car. You want to protect car? To protect the car. Okay, can I sleep with you to the car? ¿Puedes dormir contigo en el carro? I'm joking. მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც გადავწყვიტეთ გარეთ გასვლა. ფარული კამერით აღვიჭურვე? შეიძლება მის გამო დავიტოვოთ. მაგრამ ჩემი ადრენალინი არის ეს. და უკვე მზად ვართ, რომ აღმოვაჩინოთ ღამის ლარინკონადა. არის რომ ეს უსაფრთხოა. მაგრამ დავისვენ. ღამი აქ საკმაოდ აქტიურია. აქ ღია ბორდელები, ბარები და კაფეტერიებიც. როგი თავით არ გამოირჩევა. რეებს აკეთებს, რატო შვება? შემოვედით ადგილობრივ კაფეტერიაში, სადაც ყველაფერი ბინძურია და ყველაფერი ბევრი არც არავინ არაა, მაგრამ ვინც არის ყველაფერი. მე სულ თქვა საკმაოდ მიჭირს და უკვე გრძნობ რომ ღამემ შვიდად ვერ გავატარებ. რასაც ვერ ვიტყვით ჩვენ კამერამენზე. მე კარგად ვარ. კამერამენ never dies, bro. კაფეტერიაში დიდხანს არ გავჩერებულ ვართ. უკანა გზაზე ჩამოვარეთ ყველაზე აქტიურ ქუჩას და შევიხედეთ კლუბში, რომელიც რეალურად ბორდელია. Opa, hola chicas. აქ მთვრალი მაღაროელები ყოველდღე მოდიან. გოგოები კი რაც შეიძლება მეტ ფულს ზალავენ. აქ ყველა ქალი ვინ ჩუაღამისას გარეთ დგას მეძავია. მოსულა ბესასულა. ვინა რეალური მაღაროელი და ვინ კრიმინალი, გარჩევა რთულია. თუმცა ფაქტია, რომ ყველა ერთნაირად მთვრალია. ჩვენი ძმებსა და მიუხედავად იმისა, რომ ფარული კამერით ვიღებ, ერთმა მთვრალმა შემამჩნია. ¿Qué video haces, papá? What? Para Perú, para Lima, para... Are you like doing? What? Are you recording or something like that? Ya, No, I'm interested the city. ¿Te interesa ver la allá. ¿Quiere conocer? You're miner? ¿Eres minero? No, puedo ser minero, puedo ser trabajador de mina, papá. Okay. Donde nadie conoce. What? Donde nadie conoce. Where no one knows. He wants to go in here. No, we just go. Solo vamos a perseguir él. სასტუმროში მალევე გამობრუნდით, რადგან გრძნობდით, რომ უცხორო მივყავით ყველამ შეგვამჩნია. I don't care. I want safety. მე მირჩევნია ეს ქალაქი ფიზით აღმოვაჩინო, ღამით კი კარგად გამოვიძინოთ. ჰოტელში შესასვლელად ზარი უნდა დავრეკოთ და რეცეპშენში უნდა გაგვიყვანო. თუმცა ღამე არც ესე კარგად დაიწყო. ალისგან განსხვავებით მე საკმაოდ ცუდად გავხდი. თავი მისკდებოდა და ვერც ვიძინებდი. თანაც ჰაერი არ ყოფნიდა და თითქოს მეშინოდა ჩაძინების. სათხის ნახევარია და გარეთ კიდე გუგუნია. თელი კამერა გაჩერებული. ჩემო თავს. მოკლედ ისე მოხდა რომ ღამე საერთოდ ვერ ჩავიძინე. თან სროლის ხმა გავიგე და უჰაერობისგან თითქმის პანიკური შეტევები დამეწყო. გასროლის ხმა იყო. სულ ძალიან მეჭირს. არის კიცინავს. მეორე ბალანს გამიძავდა. ეს ალბათ ყველასაში გამოსტელებერას უკანია. საბოლოოდ ისე მოხდა რომ 6 საათზე მაინც როგორღაც მოახერხე ჩაძინება, თუმცა უკვე 8 საათზე ფეხზე ვიყავი. რადგან ისე უნდა მოხდეს რომ ადრევე მოახერხოთ ქალაქის დათვალიერება, იმიტომ რომ საღამოს კიდევ უფრო სახიფათო გახდება. ეხლა ცოტა დრო გჭირდება. ამზადებით და წავალთ და ამიტომ დააფეთქებთ ქალაქს ნახავთ. We are going to eat breakfast for I think to have energy. I don't want it Yeah. because I feel
ლარიკონა და დღისით უფრო მშვიდია, რადგან მაღაროელები ძირითადად დღის მანძილზე გასულები არიან მაღაროებში. ამ დროს მაფიაც ნაკლებად აქტიურია. თანაც 4 ვართ ერთად და მუდმივად ერთმანეთს გავაკონტროლებთ. ასე რომ შეგვიძლია ღიად გამოვიდეთ ქუჩაში და ადგილობრივებს დავეკონტაქტოთ. და ჩვენც გამოვედით. დავჩეკავთ სასტუმროდან. ქალაქი უფრო მშვიდია და ეხლა კაგრას ამ ღამესო მიდიან ესე იგი უკან. როგორია? ნამდვილი ცარიელი ქალაქი. გამოვედით იმისდით რომ გაგვერკვია. რა აცხოვრებს ამ ხალხს აქ? მით უმეტეს თუ წარმოვიდგენთ რომ აქ ყოველი დღე ბრძოლას გავს. სიმაღლის გამო ჟანგბადი ნაკლებია. მოსახლეობის ნაწილი მუდმივად დაავადებულია ჰიპოქსიით. რო წავიკითხე ინტერნეტში დაახლოებით 2-3 წელი უნდა ტურისტს რომ სრულად შეეჩვიოს აქაურობის კლიმატს. და ეს რადგანაც აქ ცხოვრობს შეეჩვია. ჩვენი მზღოლი რადგანაც აქ ხშირად ადაპტირდა აქაურობასთან. Can you try oxygen level? 89. Oh, good. მე კი ჯერ კიდევ არ მქონდა გავლილი ადაპტაციის პროცესი. შესაბამისად, ჩემი ჟანგბადის ბარომეტრიც ყოველთვის დაბალს აჩვენებდა. 80 არჩევს. კოვიდის დროს მქონდა კოვიდის 90-ს ნაკლები რო მქონდა ძალიან ცუდი იყო. უჰაერობა არ არის ერთ-ერთი სიმძიმე, რაც აქ ქალაქს აქვს. აქ არ არსებობს კანალიზაცია. ნაგავი გზებზე ყრია და ჰაერი საშინლად დაბინძურებულია. და ამის ფონზე შდება კითხვა: თუ ოქროთი მდიდარია ეს მიწა, რა მოიყვანა ქალაქი აქამდე? ეს მხოლოდ ერთი რამის გამო არ მომხდარა. მთელი დღე აქ ყოფნის მანძილზე აღმოაჩინე, რომ აქაურობის პრობლემა ბევრად უფრო კომპლექსურია ვიდრე ჩანს. თუმცა ამ ყველაფრის საწყისი მიზეზი აქ აღმოჩენილი ოქრო. ყველაფერი დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო, როცა აქ მნიშვნელოვანი ოქროს შენაერთები იპოვეს და ხალხმა მასიური მიგრაცია დაიწყო ოქროს პოვნის და სწრაფი გამდიდრების იმედი. 20 years ago in 2007 აქ დაქირავებული მაქვს ბაიტი. there used to be more people here. It used to be full. You couldn't even walk through this street. თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ხალხი აქ მხოლოდ გასამდიდრებლად და არა მუდმივ საცხოვრებლად ჩამოდიოდა, კანალიზაციაც, წყალიც და საცხოვრებელი სახლებიც შესაბამისად გაიყვანეს. Some of these people even built these houses. And they abandoned, right? Yeah, they abandoned. But there are still some people that still live here. ამ ქალაქში 30,000-მდე კაცი ცხოვრობს და აბაზანა სახლში თითქმის არავის აქვს. ისინი საჯარო აბაზანით სარგებლობენ, რომელიც ქალაქში სულ 5-6 ცალია. მასიური მიგრაციის გამო სახელმწიფომაც ვერ მოასწრო ოფიციალური პასუხისმგებლობის აღება აქაურობაზე. თან რადგანაც ეს ადგილი უკიდურესად მიუწვდომელია, დიდად თავიც არ შეუწუხებიათ. კონკრეტული მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებებით, ნენელა აქ გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ. ისინი სახელმწიფოს არ ექვემდებარებიან. არ არსებობს უსაფრთხოების წესები დოკუმენტურად და კონტროლი სუსტია. სწორედ ამის გამო უამრავი მაღაროელი იღუპება. And how is like average life expectancy for miners? They have issues in the lungs because they breathe a lot of cold and mercury. They breathe the dust and that's dangerous. Yeah. And they live less in general. It depends how long are you staying here. Sometimes young guys die. Yes, they also die. ოქროს სიებსხელებამ ქალაქი მასიურად გადააწყო სრულიად ოქროს სისტემაზე. აქ არის უამრავი ოქროს მივიღები პუნქტი. აქ მაინერები რომ მოიპოვებენ ოქროს, ჩააბარებენ და ამას ესენი მერე გაყიდიან ტრეიდერებზე. თუმცა ამ ყველაფრის ფონზე ყველა ღარიბია. და მონებრივია იბადება კითხვა: თუ ასეთი მდიდარი ადგილია, რატო ვერ მდიდრდებიან ადგილობრივები? რადგანაც მაინინგი არალეგალურია, აქ არ არსებობს არც შრომის კოდექსი და არც არანაირი წესები. ვინც მიწა მოიპოვა, ის განსაზღვრავს წესებს. თუმცა მიწის მოპოვების გამო ცალკე ეწყობა გარჩევები, რომლებიც ფატალურად სრულდება. ამ ამბავზე მზღოლმაც გამიზიარა ინფორმაციები ჩვენი მგზავრობისას. Mostly they are fighting battles for land. საბოლოოდ მიწის მომპოვებელი, ანუ მაღაროს ფლობელი, მაღაროელებს თავაზობს არასამართლიან სისტემას. სისტემას, რომელთაც აქ მუშაობენ, კოაჩეროს ეძახიან. ამ სისტემის მიხედვით 30 დღე მუშაობა ანაზღაურების გარეშე. თვეში 1 დღე კი რასაც მოიპოვებ შეგიძლია შენთვის დაიტოვო. თუმცა რეალურად გამდიდრებას ერთეულები ახერხებენ. Almost some miners they didn't get rich. ანუ მოიცადა ის 1 დღე, რასაც იშოვი იმ ოქროს და რაც იქნება და მაგიტომაც კლავენ მერე საბოლოო ჯამში რა. რომ ვიღაცამ რაღაცა შეიძლება ისეთი გაარტყას, მაგარი და მერე ხდება მკვლელობები უკვე. ლარიკონდა ოქროს ერთ-ერთი ქალაქი არაა. მეზობლად არის ქალაქი ანანია, სადაც ლეგალურად მუშაობენ მაღაროელები, ძირითადად ქალები. They're working for a company. In the other mine that legal mine, right? Legal mine, right? Yes. იქ შრომითი უსაფრთხოება ბევრად დაცულია და ანაზღაურებაც ფიქსირებული აქვთ. What do you prefer? This salary or go to the Lariconada and find the gold? She told me that she rather that salary
because a woman they don't have permission to go into the I know. mountain, and she was telling that it's dangerous for a woman. ეს ქალები აქ სტუმრად არიან ამოსული და ისინი შეჩვეული არიან აქაურ სიმაღლეს. თუმცა მე კიდევ უფრო მიჭირს და გადავწყვიტეთ კოკა გვეყიდა. კოკას ფოთლები ადუნებს ტვინს და ხელს უწყობს უკეთეს სუნთქვას. He just need to chew it and then keep it here in this side of your mouth or here. ყიდვისას ვცდილობ ადამიანებთან კონტაქტი დავამყარო. მაინტერესებს რა ქნა კუაჩეროს სისტემა. თუ არის პრეცედენტები, სადაც ადამიანებმა მართლაც იპოვეს უამრავი ოქრო. There was a guy, his name was Torres, and he was living in the other street. But after he found a lot of gold, he just moved because he was a millionaire. But he just died. They killed him. And they get gold? Y ellos obtuvieron oro. They just killed him because he was millionaire. გამდიდრების რეალური ისტორიები ჩვენმა მძღოლმაც მოგვიყვა. Between the people, between the miners, they En la casa no me están. 3 kilograms. That means $3 million. $3 million. The miners found? Yeah. The miners. საბოლოოდ სწორედ ეს გამდიდრების ოცნებაა, რაც უბიძგებს აქაურებს აირჩიონ 30 დღე უფასოდ მუშაობა იმის ნაცვლად, რომ ფიქსირებულ ხელფასს დათანხმდნენ. თუმცა ამ არასტაბილურობამ სხვა პრობლემებიც გააჩინა ქალაქში. პრობლემები, რომლის გამოც აქ ცხოვრება აუტანელია. თითქოს უნდა მიხაროდეს, რომ კონტაქტი დავამყარე, მაგრამ ეს ადამიანები ყველად არ მელაპარაკებიან. აქ ლაპარაკის სანაცვლოდაც კი ყველას ფული უნდა. They're asking to give her money because you're giving her information. მე მინახავს უფრო გააჭირვებული ქვეყნების, თუმცა თითქოს ეს ქალაქი ოქრომ მოწამლა. ასე რომ ნებისმიერი გზით ცდილობენ ფული იშოვონ. თუმცა ყველაზე ბრუტალური გზა რა თქმა უნდა კრიმინალია. ეხლა მაინც ქალაქის ცენტრში ვარ და ხალხის სიმრავლის გამო შედარებით უსაფრთხოა ყოფნა. თუმცა ჩვენ მაღაროებისკენ გვინდა წასვლა. გუშინ პოლიციას კი შევუთანხმდით მათთან ერთად გადაადგილებაზე, მაგრამ ჯერჯერობით არ ვეკონტაქტები. მირჩევნია ქალაქი ჩემით ამოვაჩინო, რადგან ერთი მხრივ მგონია, რომ ხისით იმდენად სახიფათო არაა აქაურობას, რომ სხვა იუთუბერები ვით პოლიციის ესკორტით ვიარო. და მეორე მხრივ პოლიციას გუშინდელის გამო მეც აღარ ვენტობდი. და როგორც მოგვიანებით გაირკვა, თურმე ამის საკმარისი მიზეზიც მაქვს. Something could happen to us. ჭრილა ვიპოვოთ ვინმე ვინც დაგვეხმარება და მე შანსს არ უშვებ ხელიდან რომ რამენერად დავეკონტაქტო ასეთ ადამიანებს. Hola, ¿cómo estás? მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველა პასიურ აგრესიულად გვიყურებს. ბევრი სახეს თუ აკვირდები კამერაში, რომ მოძრაობს, ბევრი სახეს მალავს. გვესმის რეპლიკები, რომლებიც არასასიამოვნოა. გვიმართლებს რომ ეს თხისით ხდება. ღამით აქ საერთოდ სხვა სიტუაციაა. During the day, nothing happens. During the night, it's dangerous. თუ აქ ვინმე გვიყურებს, არა იმიტომ რომ ჩვენთან კომუნიკაცია უნდა, უფრო იმიტომ რომ შესაძლოა ჩვენი გაძარცვა უნდოდეთ. თუმცა შეიძლება პირიქითაც ხდებოდეს. მაგალითად, მანამდე ერთ-ერთი ოქროს გადამამუშავებელი ჯიხურიდან ვიდეოს ვიღებდნენ. მეგონა რომ იმიტომ რომ უცხოელები ვიყავით. სინამდვილეში თურმე პირიქით. კრიმინალები ვეკონეთ. You were like this. You didn't realize that. You were like this, and he was like happy. He was making a video. Why he need? Because maybe he thought that we were recording his place, or I don't know. Everyone record us, even the woman there. მოკლედ ქალაქში სრული უნდობლობა და კრიზისია. ვერც პოლიციას ვინდობი და ამის კონკრეტული მიზეზიც მაქვს. პირიქით ვცდილობ ისე მოვიმოძრაო, რომ პოლიციას არ გადავეყაროთ. We need to pass the police station to reach the Didn't we avoid police station to reach? მაგრამ მანამდე ამ უნდობლობაში უნდა ვიპოვო ადამიანი, რომელიც მაღარომდე დაგვიმგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვა საკმაოდ მიჭერს, ნებისმიერ შემთხვევით რეპლიკას HR-ში ვიჭერ, რომ კონტაქტი დავამყარო. თუმცა თურმე განსაკუთრებული ადამიანი თავად გვიპოვის. What? Yeah. Hola. Hola. ¿Cómo estás? Hola, ¿cómo están? ¿Cómo estás? Es la visita. Miner? ¿Minero? ¿Es usted minero? Sí. Nombre? Juan. Juan. Caco. ¿Tu trabajo today no? ¿Hoy día no trabajas? Noche. Ah, de noche. Ah, he works during the night. Why? Is Larinko not a miner? This is your group? ¿Es tu Sí, grupo? sí, grupo, Ah, sí. sí, es. Did you find something good? ¿Encuentras algo bueno? No, anteriormente sí. Much before he used to find good things, but now not anymore. მე უკვე 5 თვეა სამხრეთ ამერიკაში ვარ და აქ სამყარო ნამდვილად ცხონერად მუშაობს და ყველას ნდობა არ შეიძლება. თუმცა ჩემი ინტუიციამ კარნახობს რომ ისი ღიმილი არ იტყვება და მას შეგვიძლია ვენდოთ. მაგრამ ლაპარაკის დროს ჩვენ უგრძნობთ მზერებს, რომლებსაც შესაძლოა ეს ლაპარაკიც კი არ სიამოვნებდეს. He's like telling us that like we need to be careful because there are some people here. Here also, right? Yeah.
გვიყვება რომ ნენელა ამ უკონტროლო სისტემამ კრიმინალი გაზარდა. It's getting worse. There are more thieves. No. There are more cousins. It could happen any day. Because when you're walking during the night and there are people watching you, he lost some of friends because there were some shootings. Shootings, yeah. კრიმინალები როგორც წესი აქ შეფარულად მოქმედებენ. აქ გარეგნულად ყველა მაღაროელი ერთმანეთს გავს. თანაც ბუნებრივად თავახვეულები დადიან. შესაბამისად, საერთოდ ვერ გაიგებ რომელია კრიმინალი და რომელი ბიძაშვილი. ბიძაშვილი. ასე უწოდებენ ისინი მათ. They don't respect anybody. It doesn't matter if you're drunk, it doesn't matter if you're the minor, it doesn't matter if you're a foreigner. They don't respect neither the companies. ამ პასუხებით ბუნებრივი ხდება, რატომ არიდებენ კამერას თვალს. უბრალოდ კამერაში გამოჩენა არ უნდათ თუ ბიძაშვილები არიან და არ უნდათ. დაფიქსირდნენ. მაგრამ აურა ცოტა. ისინი თუ კრიმინალები არიან, არ უნდათ კამერის ობიექტივში მოხვდნენ. ბიძაშვილებთან ინციდენტი ხუანსაც შეემთხვა. He wasn't drunk, he doesn't drink. Night time, right? En la noche. Oh, it was during the day. Okay, they stole him his phone, yeah, and his wallet. During his job. ჩვენ პოლიციასთან შეთანხმებულები ვართ, რომ ფული უნდა გადაუხადოთ, რომ ჩვენი ესკორტირება მოახდინონ და მაღაროსკენ გაგვიწყდნენ. ისე როგორც სხვა იუთუბერების შემთხვევაში. თუმცა გუშინდელი ამბების გამო გული არ მიმიწევს და სხვათა შორის არც ხვარი მირჩევს, რომ პოლიციას მიმართო. He recommended us just to go by ourselves to the mining, to outside without the police. სწორედ ამიტომ მასში თავაზე წამოყოლოდა მაღაროების აღმოსაჩენად. He just said that he could come with us. Can we wait here? He will bring his stuff. So he can come with us. Yeah. See. სანამ ხუანი დაბრუნდებოდა, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ქალაქი. ქალაქი, რომელიც ცივი და დეპრესიულია. თითქოს ის ნენელა კვდება. საშინელება. How old is she? 1 year and 7 months. Oh, she walks alone herself? აქ ვინც დიდი ოქრო იპოვა, ან გაქცეულია, ან კუტარი. ვინც აქ დარჩა, ყველა ღარიბია, მაგრამ იმედიანი. იმდენად რომ ქუჩაშიც კი ეძებენ ოქროს. უჯახუნე კარები გოგო. Leftovers? If they are lucky, if they find gold. ისინი აქ წვიმას ელოდებიან რომ მაღაროებიდან ჩამოდენილმა წყალმა რამე ოქროს ნაწილაკი მაინც ჩამოიტანოს. თუმცა როგორც წესი უიმედოდ. So leftovers? They don't want that you record it. No record? Okay. Maybe anyway. აქაურმა უკონტროლო სისტემამ თავის მხრივ ქალაქი ვერცხლის წყლით მოწამლა. საქმე ისაა, რომ როცა ისინი ოქროს მცირე ნაწილაკებს პოულობენ, ამ ნარევს ვერცხლის წყალს ურევენ. შემდეგ ამ მასას ათბობენ ცეცხლსა და როცა ვერცხლის წყალი აორთქლდება, რჩება ღია ოქრო. ოფიციალურად პერუს 2015 წლიდან აქვს კანონი ოქროს გამოცალკევებისას ვერცხლის წყლის გამოყენების აკრძალვის შესახებ. და ეს კრიმინალად ითვლება. მაგრამ ამ კრიმინალით სავსე ქალაქში ვის აინტერესებს ეგ ამბავი? ვერცხლის წყლით ოქროს გამოცალკევება ყველაზე იაფი ტექნოლოგიაა. აქ არის ხალხი ისეთი, როგორიც ელიოზია ნატრისხეში. უიმედოდ ეძებენ ოქროს. საბოლოოდ ეს ვერცხლის წყალი ჰაერში ორთქლდება. იმ ჰაერში, რომელშიც ისედაც 50%-იანი ჟანგბადია. შემდეგ კი მოდის უკან წყლის სახით, რომელსაც ასმელად იყენებენ. რადგანაც აქ მოწამლულია წყალი, პირდაპირ მთელი ეს წყალი მოდის აი მთიდან. ნენელა ამთის რესურსის იწურება. კვლევებით დადგენილია, რომ ლარინკონა და წყლის არხებში ვერცხლის წყლის დონე ნორმაზე 2-ჯერ მაღალია, ხოლო აქაური მაღაროელების სისხლში ვერცხლის წყლის დონე 8-ჯერ აღემატება ნორმას. ის კი აზიანებს ტვინის განვითარებას, იწვევს დეპრესიას და ნერვულ დისბალანსს. ამის გამოა, რომ საშუალო ასაკი 35 წელია და ამის გამოა, რომ ისინი ამ ყველაფერს გაქცევენ ჩველი. სანამ ხუანი შემოგვიერთებოდა, ქალაქში ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომელიც ამ სტრესს ალკოჰოლით კურნალობს. გათენებას არასდროს ეგრევე იწყებენ მას. ეგრევე. ზოგი ახლა ისვენებს, ანუ ამათი რუტინა არის მაღარო დალევა მეძავები. მაღარო დალევა მეძავები და სულ ერთ და იგივე ციკლი ტრიალებს. He wants to give you the hand like this. Cheers. Cerveza. He wants to Okay, one. Solo un vaso. Cerveza. I wish you 100 kilo gold to find. Te desea mucho éxito. Yo tú. Okay. Está bien. Ya. Okay, let's go. Justo easy. ამ რუტინაში მათ თავიანთი სრულწმენების გამოიგონეს, რაც მათ ამ მდგომარეობას გაამართლებს. To find gold,
You need to go and drink alcohol, you need to party, and you need to find a woman. It's lucky, it gives lucky. Eso te da suerte. Yes, when you have a lot of women, საწყალი you're ძაღლი more დედას lucky. გებს. ქალებში მეძავები იგულისხმებიან. მეძავებთან ურთიერთობაც მათი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა აქ ყველა მეძავი თავისი მიზეზით არ ჩამოდის, რადგანაც ამ ქალაქში წესები პირობითი ეს ადგილი იქცა არასრულწლოვანთა უკანონო ტრაფიკინგის ადგილად. Promoters as like trafficking. Some of them are trafficking, who are underage. აქ ჩამოყავთ მოტყუებით ბავშვები სხვადასხვა ადგილებიდან, აბრუებენ და მერე მაღაროელებთან ერთად უწევთ სექსუალური ექსპლუატაცია. Like there is some people that cheat on the little girls and tell them that you are going to get a nice job, and after that's not the truth, that's not the reality. თავის დროზე ეს რომ ზღოლმა მითხრა მიგვირდა, რატომ არ მიმართავენ პოლიციას. აქ გავიაზრე რომ ეს პოლიციაც ამ სისტემის ნაწილია. They are not trying to reach police or something like that. No, they are aware of the situation they are living, and they know that anything could happen to them. They are afraid. They have fear living here in Culiaca მე რას without money, ვთქვი, without ხომ anything. მიხვდებიან რომ ხომ მიხვდნენ რომ ანუ აქ რაღაცა ხდება და მოტყუებით ჩამოიყვანეს. არ შეუძლიათ რომ ამ მანქანებს რომელიც მოძრაობენ ქალაქისკენ ან If the girl escape, they will kill them or what will happen? აი ეხლა კითხა He says no. I think he's trying to be careful with his words. ჩვენს ნახეთ აქ სავარაუდო არასრულწლოვნები, რომლებთაც უწევთ მაღაროელებთან ურთიერთობა. ქალაქში უკვე შუადღეა. უნდა მოვასწროთ, რომ მაღაროებამდე საღამომდე ავიდეთ. ხუანს იმ კაფეტერიაში შევხვდით, სადაც თვითონ ყოველდღეს ადილობს. Camote rebozado. It's sweet potato. Okay. ვერცხლის წყლით დაბინძურების გამო აქ ჭამა არ მინდა და ჩემთვის მიზეზი ვიპოვე. 6:30 I cannot sleep because You couldn't sleep the whole night. I slept only 2 hours. That's why I'm not eating. I don't see like because I don't feel good. Tell him don't feel like disrespectful. ვერცხლის წყლის გამო აქ ჭამისგან ლუისის თავს იკავებს. თუმცა არ უნდა ხუანს მიზეზში გამოუტყდეს. No, I don't want to eat this thing. Why? No, this and bro, you scared me last night. Don't be disrespectful, bro. რაცუდი კაცია ბიჭო I will tell. უპატიცებულ თვითსევია Why you don't? ნამუსეა აქტიურად ლუისი Why? საწყალი რა საყურელი კაცია The best is my Bro, you're making that they make me eat too, but no. Yeah. სადილობის მერე სასწრაფოდ წამოვედით. ჩვენ 4 საათი გვაქვს დაღამებამდე. თანაც მზღოლმა, რომლის კონტაქტით წინაღამეს პოლიციამ ჩაიწერა, გვითხრა, რომ პოლიცია დაინტერესებული იყო სად ვიყავით. ლუისი კი გუშინდელის გამო შეშინებული იყო. შეშინებული იყო იმდენად, რომ გზაში პერუულ ანდაზებსაც მეუბნებოდა. There is a quote here that we say here in Peru. If you risk your life twice, the second time you won't be safe by any chance. მაღაროებისკენ მიმავალი გზა კიდევ უფრო მისტიური ხდება. მისტიური და ნაგვიცავსე. გაფრთხილებაა რომ აგზავნილია ნაგვის სროლა. და ქვემოთ ხედავთ რომ რამდენად ასრულებენ ადგილობრივები ამ წესებს. ეს ერთ-ერთი ნაგავსაღრელია, რომლის პირასაც ხალხი ცხოვრობს. თუმცა საბედნიეროდ სიცივიდან გამომდინარე აუტანელი სუნი აქ არაა. თავდაპირველად ნახეთ უკვე დახურული მაღარო, რომელიც მას შემდეგ დაიკეტა, რაც აღმოაჩინეს, რომ აქ ოქრო აღარ იყო. How they didn't find anything, they just left. It's here at this place, and they don't work anymore. But maybe inside it would be or no? No, there is not. They invested, and it was a bad inversion of the company. To that place, there is no gold anymore, any mineral. მოქმედი მაღაროებისკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ შორია. ის შეგვიძლია დრონით დავინახოთ. თუმცა ფეხით იქამდე მისაღწევად 1 საათი მაინც გვჭირდება. მით უმეტეს რომ გზაც იცაბოა და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე საიმედო. This gives you energy. You won't be asleep, and also, ¿qué más? You won't be hungry too. No tendrás hambre, ¿no? También. Sí, You won't be hungry. Yeah, it's enough. Is it too much? No, it's todo, everything. I always tell that to my passengers too, and it's always necessary that you chew coca. ძალიან ცუდად ვარ.
შენ რა მგელი ხარ ესეთი არ ვიცი რა. გზაში გზნობ რომ ბევრად ცუდად ვარ. ფიზიკური მოძრაობაც უკვე მიჭირს. ბალონის გამითავდა და არც ჟანგბადის გამზომის აღარ აჩვენებს დონეს. ხოდზეა ოპერატორი უნდა ესეთი. Oh. Chapa, maybe battery. No, I don't think battery because არა და უკვე ნენელას აღამოვდება და ეს ტერიტორია შეიძლება გაცილებით სახიფათო გახდეს. ამას ადასტურებს ისიც რომ თითქმის ყველა მოსახლეში ვჩერდებით და იმის ნაცვლად რომ ხუანი მომიყვეს ვინსაც ხორობს ის მიყვება ვინსად მოკლეს. They attacking him too here. Like they were dressing like him and they robbed him. მაგალითად ამ მოსახლეებთან მან მომიყვა თავისი მეგობრის ინჟინრის ისტორია, რომელიც 1 წლის წინ მთვრალი მოდიოდა მაღაროდან და ის გაზრთვის მიზნით მოკლეს. The thief, the cousins shot him. Yeah, and also the engineer had his gun, but he was coming back from this nightclub, so he was drunk. ნენელა ხალხიც უფრო ცოტავდება და კიდევ უფრო ნაკლებად მეგობრული ხდება. Some people are very not friendly. Yeah, look at what kind of environment they grow. So Yeah. it's not easy the life here neither. So they don't expect that someone here is friendly. So I feel like you have a. What he says? He said, "Why the fuck are you recording, motherfucker?" Oh. So some aggression started, right? They don't want that you record them. I'm happy that he had not gun. ამ ტოქსიკურ გარემოში ბავშვებიც შესაბამისი განწყობით არიან. Bro, are you swimming? He's telling you, mommy. Swimmer? No, Hola. mom is here. Cállate. Oh, What do you say? shut up, little boy. Akate. Shut up, little boy. Let's go. Oh. Kiss his mom. Hola. Tal. ასეთი სწორად იზრდებიან ბავშვები. აქ რა თქმა უნდა ყველა ბუნებრივად კრიმინალი არაა. თუმცა ამ გარემომ ისინი ეჩვიანებად აქცია. ისინი შეიძლება იმაზეც კი ეჩვიანობდნენ რომ ჩვენ მაღაროს ბოსობა გვინდა და ამანაც გამოიწვიოს ჩვენთან დაპირისპირება. Maybe you could be white guys that want to get mining. So people could get jealous of you and they can shoot you because they think you are going here to buy. To get the boss, Yeah. right? To get the place, the area. აქ რადგანაც არალეგალური მაღაროებია რეალურად მაფია აკონტროლებს, რომლებიც თავად წერენ საკუთარ წესებს ბანერზე. ბანერებზე არის გაფრთხილება, რომელიც ჩვენი არასწორი მოძრაობის შემთხვევაში ფატალურად შეიძლება დასრულდეს. სწორედ ამის შესახებ გვაფრთხილებდა პოლიცია გუშინ. თუმცა ფაქტი მხოლოდ ის არაა, რომ პოლიციას მაფიის ეშინია. ფაქტი ისაა, რომ ისინი მაფიასთან შეკრულები არიან. What he says? What says? They can shoot you if you don't stop. უკვე უკანაბრუნება ალესაც უნდა. არც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბრწყინავს. მძღოლმა კი პოლიციისგან კიდე მიიღო შეტყობინება და ისიც უკვე ცოტათი შეწუხებულია. სიმართლე გითხრათ, არც მძღოლს ვენდობით დიდად. თუმცა ყველაზე შეშინებული მაინც ლუისია. მან ხომ რეალურად იცის როგორ მუშაობს აქ პოლიცია და ამის მაგალითებიც აქვს. Yeah, I mean like it's some people. I cannot trust the police. Never. Neither my dad. You know, once I was people were asking me for money for $2,000 and I cannot tell anything because these same people pay to the police too. სწორედ ეს ამბავი ამ ქალაქის უბედურების კიდევ ერთი მიზეზი. ზოგადად პერუში რომ პოლიცია კრიმინალთანაა შეკრული ამის მაგალითები არა მარტო ლარინკონადას აქვს. ჩვენ ჩამოსვლამდე 2 დღით ადრე პერუს სხვა ადგილას ერთ-ერთ ლეგალურ მაღაროში 13 მაღაროელი ჩაცხრილა მაფიამ, რომელთაც არალეგალური მაღაროები აქვთ. გაფრთხილებით რომ მათ მიწაზე იმყოფებოდნენ. თუმცა გამოძიებამ დაადგინა რომ ამ საქმეში არა მარტო მაფია პოლიციას მონაწილეობდა. სწორედ მათ გაუხსნეს გზა მაფიის წევრებს ლეგალურ მაღაროში შესაჭრელად. მოკლედ, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ამ კრიმინალით სავსე ადგილას საკმარისი მიზეზი გვაქვს რომ პოლიციას არ ვენდოთ. ამიტომ მალევე გამოვბრუნდით. თუმცა სანამ გამოვბრუნდებოდით, იქვე ჩამოვიჯექი რომ დრონით აქაურობა კიდევ ერთხელ გადამეღო. See? Puedes ver? He's telling like, wow, I never seen that in my life. Wow. Life. That's beautiful. მაგრამ საუბედურად განავალში ჩავჯექი. ნიკა რა მოგივიდა?
მეორე შარვალი წამოებული მაგრამ გადავეყდა ეს. ვაიმე შემეშვი მაღაროლის მძღნელში ჩაჯდა ბიჭო აუ ვიღაცა უზმოთმა მიახენა If you see stand here like 5 hours later, maybe we will be robbed also, right? Yeah. Si nosotros nos quedamos acá 5 horas más, ¿nos robarían también? Pero no están también. Okay, sí. Yeah, it depends. If they are here, they could. But if they're not, Hay quitado But no chance. yeah. Hay quitado celulares. If someone rob me and take my pants, I will be happy. Dice si alguien le roba a él y se lleva su pantalón. ვარა se ბიჭო lleva რა el არის feliz. იცი ფული იცის Because of that. მე მგონი შემდეგ ვიდეოში თუნდაც მალევე მეტი სპონსორი დავამშვიდობთ. ალბათ გაიჩინება ამ ტოქსიკურ გარემოში ის ერთ-ერთი ადამიანია, ვინც შეიძლება დავამახსოვრდეს. Thank you. ძალიან საყვარელი კაცი იმენა ეთქვა ხლარ რაღაცა ის არის კეთილია ეს მაღაროელი You too. და მძღოლიც სხვათა შორის რაღაცნაირი არის რა I wish you tomorrow you find 1 kilo gold. I really hope that we can meet us in the future someday because you were so nice to me too. And he is telling, él te está diciendo que espera que mañana encuentres oro. Yeah, okay. პოლიციისთვის განკუთვნილი ქრთამის ხუანს გადავეცი. Thank you so much. Thank you. ვერ გავიგე ბიჭო რა ხთამი გადასცა ეს ორი ქვა ამან მისცა რა ხდება ძმა ქვითი ხდი You are very kind man. Eres muy amable. ვერაფერი ვერ No, გავიგე tienes que descansar. You need You will tell your mom That we were here? No, I did. I won't tell her. even after No, I won't tell her. I will put video. Yeah, but she would realize by herself. Hello mom, you will see him on the video now, right now, when he is lying. პოლიცია კიდევ უფრო აქტიური გახდა. მან მძღოლს მიწერა, რომ სასწრაფოდ გამოუცხადებულიყავით განყოფილებაში. ამან ლუისი იმდენად შეაშინა, რომ კამერასთან ლაპარაკიც აღარ უნდოდა. So why do we need to go right now? because we failed the police. Something could happen to us. So Bro, I don't need to say more. მოკლედ ამბავი რა არის? იმის გამო რომ გუშინ ვიყავით პოლიციასთან და ველაპარაკეთ და იმედი ქონდა რომ დაგვიცავდნენ როგორც სხვა იუთუბერებს იცავენ. აუცუდად ვარ. ამის გამო ისინი გაბრაზებულები ყოფილან რა. მე დღეს არ დავიქირავით და ფული არ გადავხადეთ. და ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ აქედან, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ გაგვაჩერონ, ნივთები წაგვართვან. დაჟე შეიძლება რომ თორმეტ სხვა ფორმებიც კი ჩაერთვან რა. და რაც შეიძლება მალე ღამემდე უნდა გავიდეთ ლარინკონადადან. დაახლოებით 1 საათიან ბუფერული ზონიდან. სადაც არც ინტერნეტი იჭერს, არაფერი არ იჭერს. აი მე უკვე სამშვიდობოს ვარ. და სიმართლე თუ გითხრათ, თუ გაინტერესებთ, ამ ქალაქს იმიტომ კი არ აქვს ცუდად საქმე, რომ ცუდი ადამიანები არიან. სინამდვილეში სისტემა მუშაობს ძალიან ცუდად. არავის არ აქვს იმის იმედი, რომ ვიღაცას რო დააყაჩაღებს, პოლიცია ამას აღკვეთავს. უკანა გზაზე სტადიონიც ვნახეთ. სოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე სტადიონი. სადაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ და ვერ იაზრებენ, რომ თუ აქაურობას თავს არ დააღწევენ, ეს სისტემა შეიწირავს. Show me your hand. You აუ როგორ buy something. გავხარდა რასა Compartes tu dinero con tus amigos. Algo como. I told you that you share with them. But მისდევენ ბიჭო პოლიცია განუწყვეტლივ წერდა და ურეკავდა მძღოლს და მძღოლმაც მოგთხოვა, რომ სასწრაფოდ გავსვლოდით ქალაქს ან პოლიციაში მიგვიყვანდა. What is right? tiene grupo. Sí, tengo grupos, yo por eso He has estas horas. different groups that Estas they pues have. estas horas es normal, bajamos ya hasta abajo ya. Hasta Putina. Hasta Putina es normal. Ya de ahí no importa Putina es sensor, normal. Okay, let's go. Okay, vamos. საბოლოოდ ლარინკონა და მოსალოდნელზე მშვიდად დავტოვეთ. წინ კიდევ 1 საათი გველოდა, რომ თავი ბოლომდე უსაფრთხოდ გვერგზნო. ის ბუფერული ზონა, სადაც ყველაზე მეტი ძარცვა ხდება. უკან მოვიტოვეთ ნაგვით და მძიმე ჰაერით სავსე ქალაქი. ქალაქი, რომელსაც ერთპიროვნულად კრიმინალი მართავს. ქალაქი, სადაც თითქოს ექსტრემისტები ჩამოვედნენ. ლაიქებისთვის, ნახვებისთვის და იმისთვის, რომ მეც უშიშრად მეგზნო თავი. მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტი წამოვიღე, ვიდრე ერთჯერადი ექსტრემალური თავგადასავალია. საშენ ფიქრობდი, რა აკავშირებდა ამ ყველაფერს ჩემს სამყაროსთან. იქნების კრიმინალი მაღაროელები სხვაგანაც მინახავს.
მინახავს ჩანერგილი მტრის სახით, რომელიც თავს მეგობრად გაჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე გიშავებს. იქნებ ეს პოლიციას მინახავს. იქ ზემოთ, იმ ხალხის სახით, რომელსაც შეინდაცა ევალდებულება, თუმცა შემტერთანაა შეკრული. იქნებ ის ოქროს მიწას მინახავს, როგორც წილხვედრი ქვეყანა, რომელიც თითქოს ყველას უნდა ამდიდრებდეს, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ემსახურება. იქნებ ეს ტოქსიკური გარემოც მინახავს. გარემო, რომელიც სრულიად აპათიურია, იმიტომ რომ ვეღარავის ენდობი. შეიძლება ხუანისნაირი ადამიანების მინახავს, რომლებიც უიმედოდ უნდათ რომ იცხოვრონ. His family doesn't want he works anymore. And they will support him, right? Maybe, I don't know. He hopes that they support him, but he doesn't know. He become a little emotional now. Let's go. Vamos, gracias. კიდევ უამრავ ფაქტს ვაკავშირებ ბუნდოვნად ჩემ რეალობასთან. იქნებ ის ალკოჰოლის და მეძავების მინახავს. ფორმებში, სადაც დროებით ბედნიერებას ვეძებთ, სანამ სიმართლეს გავექცევით. შეიძლება თავად ეს ვიდეოც კი იგივეს ემსახურება. იქნებ ეს ბავშვებიც უკვე მინახავს. ადამიანებში, რომლებსაც უბრალოდ თავიანთი საყვარელი საქმის კეთება უნდათ და სისტემა არ აძლევს გასახანს. იქნებ ყველა კარგ ადამიანად იბადება, მაგრამ ყველა ვერ უძლებს ამ ტოქსიკურ გარემოს და სუსტდებიან. იქნებ სუსტი ადამიანების აშენებული სისტემა გვამახინჯებს. იქნებ სისტემა უნდა დაინგრეს. ადამიანები კი გადარჩენ. ბრავო, ძალიან კაი იყო და ძალიან საჭირო იყო ეს ბოლო სიტყვები, ყველაფერი ძალიან საჭირო იყო, იმიტომ რომ ვიდეო თითქოს აი ზედაპირულად გაჩვენებს ყველაფერს, მაგრამ აი შენი გადმოსახედიდან მე რასაც ყვები, ბოლო სიტყვები ძალიან კარგია რა, გაკო, ძალიან ძლიერია იმენ. შემდეგი ვიდეო 5 სპონსორით მეტი გაკოს. წავედით, აღწერაში იქნება გაკოს არხის ლინკი, გადადით, გამოიწერეთ და დაულაიქეთ ვიდეო. დროებით.